ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალაქისა და მხარის პირველი პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენის ფაქტს ეხმაურება. მისი შეფასებით, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ადგილობრივი მთავრობა ავტომანქანების შეძენაზე არ უნდა ფიქრობდეს. ჩიქოვანის განცხადებას დღეს გუბერნატორმა და ქალაქის მერმა უპასუხეს. ბრალდებებს აბსურდული უწოდეს და ჩიქოვანს 9 წლიანი მოღვაწეობის პერიოდი შეახსენეს. მათი განმარტებით, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა ბიუჯეტის თანხით პირად კომფორტზე ზრუნვა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი წარმოადგინეს. მათი განმარტებით, ოპონენტების ბრალდება ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. იმის მიუხედავად, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე ყოველდღიურად საუბრობს. ქვემო ქართლის გუბერნატორი და რუსთავის მერი კი თავს უფლებას აძლევენ ადგილობრივი ბიუჯეტი პირადი კომფორტისთვის გამოიყენონ. ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მერიამ 2 ავტომობილი შეიძინა. ლარის კურსი არის კატასტროფულ ნიშნულზე. იმ დროს, როცა ხალხი იბრძვის გადარჩენისათვის და ამ ლარის კურსიდან გამომდინარე თითოეული ყველა პროდუქტის ფასი იწევს და ეს პროდუქტები უკვე ხელმიუწვდომელი ხდება ჩვენ მოქალაქეებისათვის. ამ დროს ქალაქის ხელმძღვანელების მხრიდან, გუბერნატორის მხრიდან, ქალაქის მერის მხრიდან ავტომანქანების შეცვლაზე, ახალი ავტომობილების ყიდვაზე და პირადი კომფორტის საგნებით უზრუნველყოფაზე ფიქრი, მოკლედ რო თქვა, ეს არის უზნეობა. ჩიქოვანს ქვემო ქართლის გუბერნატორმა უპასუხა. პაატა ხიზანაშვილის განცხადებით, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა პირადი კომფორტისთვის ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა. მხარის პირველი პირის განმარტებით, ავტომანქანა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა. სადაზღვეო კომპანიამ კი თანხა თითქმის მთლიანად დაანაზღაურა. რუსთავის მერიის ბიუჯეტიდან კი ახალი ავტომანქანის შესაძენად მხოლოდ მცირედი თანხის დამატება გახდა საჭირო. ეს ავტომანქანა მოხდა ავარიაში და იმის გამო, რომ ხელშეკრულების ვადა ჯერ კიდე არ იყო გასული, აღნიშნული მანქანის ჩანაცვლება მოხდა, მაგრამ რადგან აბსოლუტურად ჩვენი ბრალეულობა არ იყო იმ ავარიაში, ამიტომ სადაზღვეო კომპანიამ აანაზღაურა იმ მანქანის ღირებულება და მოგეხსენებათ, რომ სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო ის, რომლებიც არ ინანებდნენ თავისთვის და სწორედ არაადეკვატურად იქცეოდნენ და არაადეკვატურ მანქანებს ყიდულობდნენ. დავით ჭიქია ჩიქოვანის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ქალაქის მერიამ ნამდვილად შეიძინა 2 ავტომობილი. ამისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ 50,000 ლარამდე დაიხარჯა. მერის განცხადებით, ძველი ავტომობილი ხშირ შეკეთებას საჭიროებდა, რაც გაცილებით მეტი თანხა ჯდებოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი ახალი ავტომობილის შეძენის. არ ამგონია 12 მანქანას უცაღიდულობდა მამუკა ჩიქოვანი, შეერ ხალხზე ფიქრობდა მთლიანი შემადგენლობით რო ყიდულობდა იმ მანქანები და მოძრაობის დღესაც მთელი მერია. ორივე მანქანა ის ღირებულებისთვის მერიდან გავიდა არა უმეტეს 50,000 ლარი ბიუჯეტიდან. დანარჩენი დაიფარა სადაზღვეო კომპანიებისგან და საუბარი იმისა, ესე ურცხვად მოტყუება, რომ 300,000 დახარჯეს, 9 მილიონი და მილიონი დახარჯეს, ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და ისე მიხვდნენ, ვინ სად რას ხარჯავდა. რუსთავის მთავრობაში დოკუმენტი წარმოადგინეს, სადაც წერია, რომ მანქანების შეძენისთვის ბიუჯეტიდან 50,000 ლარზე მეტი არაა დახარჯული. ქალაქის მერმა სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტიც გვაჩვენა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გუბერნატორის დაზიანებული ავტომანქანის თანხა კომპანიამ თითქმის სრულად დაანაზღაურა.